მოლდოვის არჩევნებში ძალიან დიდ როლს თამაშობს დიასპორა. მოლდოველები ბევრნი არიან უცხოეთში და ისინი თავისუფლად აძლევენ ხმას. საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენ ვითხოვთ და ვითხოვდით, რომ ზუსტად ისე უნდა მოეწყოს საქართველოსთვის ქართველი ემიგრანტებისთვის ხმის მიცემა, როგორც ეს ხდება მოლდოვაში. არავითარი ადამიანების წვალება, წინასწარ რეგისტრაცია, სიების გადამოწმება ის, რაც მოუწყვეს წინა წელს, ხო, წინა არჩევნების დროს ემიგრანტებს, რაც მოუწყო ჩვენმა ადმინისტრაციამ. პირდაპირ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მოლდოველი პარიზში, პირდაპირ ირჩევს, სად არის მასთან საარჩევნო უბანი, იქვე და მიდის და ხმას აძლევს. მაია სანდუ, მოლდოვის დღევანდელი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოყვანა ძირითადად სწორედ ემიგრანტების დამსახურებაა სხვათა შორის. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ ემიგრანტებისთვის თავისუფლად ხმის მიცემა. ეს არიან ჩვენი თანამოქალაქეები, ეს ხალხი ჩვენ გვარჩენს, ემიგრანტები რომ არ იყვნენ, მათი გადმორიცხვები რომ არ იყვნენ, ჩემო კარგო ხალხო, დღეს საქართველოში იქნებოდა სრული შიმშილი. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც ჩვენი ხელისუფლება ითვლის ინვესტიციას უცხოეთიდან, ის ითვლის მათ შორის ასევე ემიგრანტების გადმორიცხვებს.